მოგესალმებით კოლეგებო, გილოცავთ საგაზაფხულო სესიის დაწყებას, ძალიან ბევრი საინტერესო თემები გვექნება. წარმატებას გისურვებთ, გთხოვთ დღეს კენჭი უყაროთ წარმოდგენით დღის წესრიგს. მადლობა. დღეს გვაქვს ორი საკითხი. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი რატი იონათაშვილი. ბატონ რატ გისმენთ. მოგესალმებით. მადლობას გიხდით კოლეგებო, აღნიშნული საკითხი რომ არის უკვე კომიტეტის დღის წესრიგში. მოკლედ შევეხები იმ საკითხს, რასაც ეხება და ფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისთვის. მოიხსენებათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტში არსებობს ძალიან საკმაოდ პროაქტიული დღის წესრიგი შიშიმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის. გამოყოფ რამდენიმე ისეთ ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური იყო ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონი, რომელიც მთლიანად რეგიონში არის მიჩნეული როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული საკანონმდებლო ჩარჩო. ამავდროულად ასევე მნიშვნელოვანი იყო მისაწვდომობის შესწორებები, რომელსაც მოყვა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის დამტკიცება საქართველოს მთავრობის მხრიდან და ამავდროულად შიშიმ პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაცია, რომელმაც სოციალური გარანტიები კანონის საფუძველზე ამავდროულად გაამყარა. და სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის ცვლილებები, რომელსაც დღეს ჩვენ გვთავაზობთ საზოგადოებას, ეს არის ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხი. ეს საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში, ჩვენ ამაზე პროაქტიული მუშაობა გვქონდა და საბოლოო ჯამში გვთავაზობთ ინიციატივას, რომლის შინაარსიც არის, რომ ცვლილებები შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონში. ამ კანონს მეორე მუხლში, რომელიც არის ტერმინთა განმარტებები, ემატება შესაბამისი სპეციფიკის, ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის განმარტება, ხოლო ასევე ძირითადი საკითხი არის ეს 36 პრიმა მუხლი, რომელიც უკვე აჩენს ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებების ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამით ფაქტობრივად ჩვენ მისაწვდომობის როგორც იდეის, როგორც გაეროს შიშიმ პირთა უფლებების კონვენციის 9 მუხლის ვალდებულებას სრულფასოვნად გავიზიარებთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება დროში გაწერილი, იქ არის გონივრული პრინციპებიც ჩადებული და საბოლოო ჯამში პირველი მოსმენის ფარგლებში ეს არის ძირითადი ის აქცენტები და გზავნილები, რაც მინდა და გამეკეთებინა თქვენთვის. აქვს თავისი გარდამავალი დებულებები, რა თქმა უნდა, მოქმედების ვადებს, იმიტომ რომ ერთდროულად და ერთ დღეში ვერ მოხდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, მაგრამ ეს იქნება დროში გაწერილი და რა თქმა უნდა, საგამონაკლისო იქნება ისეთი საიტები, რომლებიც არ ახლდება და ახაც აღებულია ის გონივრული ვადა, რომ მოგეხსენებათ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების მუდმივი განახლება ხდება და თუ 4 წლის განმავლობაში არ არის განახლებული ესეთი საიტები უკვე ვეღარც ფუნქციონირებს ინტერნეტ სივრცეში, აქედან გამომდინარე, აი ამ ვადებზე იქნება ეს ყველაფერი მიბმული და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი არის, რომ მათ შორის ინფორმაციაზე ცდომა, კომუნიკაცია იქნება მისაწვდომის სხვადასხვა კატეგორიის შიშიმ პირებისათვის. მადლობა. მადლობთ ბატონო რატი, კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით? გისმენთ ბატონო. მოგესალმებით. ზოგადად კარგი ინიციატივაა და რა თქმა უნდა არის პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ კითხვა მაქვს ბატონო რატი თქვენთან. რამდენად იყო უზრუნველყოფილი ჩართულობა თავშიშიმ პირების და თუ იყო უზრუნველყოფილი კონკრეტულად რა ფორმით და მომავალშიც თუ გაგრძელდებენ, რომ ძალიან ისეთი დიდი და გრძელვადიანი თემაა და აი ამ ჩართულობაზე რო გითხრათ მათ. ვფიქრობ, ჩართულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო იყო ის პროცესიც ამ ჩარჩოს შემუშავების დროს გავიარეთ. ჩვენ გქონდა არაერთი შეხვედრა შიშიმ თემთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის უსინათლომცირე მხედველ პირებთან. ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო იყო მათი პოზიციები, სხვა და თან ისიც არ მინდა გამიგოთ, რომ ეს მისაწვდომობის სოციალურ ვებ და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობაზე ვლაპარაკობ შიშიმ პირთა ჭრილში. აქ მარტო უსინათლომცირე მხედველი ადამიანები არ იგულისხმებიან, ეს სხვადასხვა საჭიროების მქონე შიშიმ პირები იქნებიან და
არიან, უბრალოდ ეს კონტინგენტი არის ყველაზე მეტად დაინტერესებული ვებმისაწვდომობის საკითხებით, ამიტომ ჩვენ ფართო შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა შიშიმოპირთა ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და მათთან ერთად ბევრი საკითხზე, რა თქმა უნდა, ქონდა კონსულტაციები და სწორედ ესე არის შემუშავებული. გარდა ამისა, ამ პროცესში იყო ჩართული UNDP და გაეროს ორგანიზაციები. ამ საკითხებზე მათთან ერთადაც ქონდა მუშაობა. ის დღეს დაგუშინე არ დაწყებულა, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი არის, როგორც აღნიშნე და სწორედ ამ ხრივათაც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვიძლია გაქციაროთ. დიდი მადლობა. კოლეგებო, თუ გვაქვს დამატებით კითხვები, რამე დაზუსტებები, კარგით, ვთხოვთ კენჭი უყაროთ წარმომადგენელ კანონპროექტს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო რადი. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, რომელიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენიებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჯავარიანი. ისმენთ ბატონო ლევან. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნის რეგულაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით. მოქმედი კანონმდებლობით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს 2-ზე მეტი ვადით, რაც თავისთავად ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას. კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი დაინიშნოს 2-ზე მეტი ვადით. ამრიგად კანონპროექტი ემსახურება საქსტატის ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობთ ბატონო ლევან. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ცვლილებებთან დაკავშირებით? შეიძლება. კითხვაც არის და პოზიციაც პრინციპში. თქვენ ახსენეთ ზუსტად იგივე ლოგიკით, რასაც ამბობთ, რომ ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმის ფაქტორით ხსნით, ხო? ეხლა ეს წესი დემოკრატიულ წყობაში შემთხვევით არ არის შემოღებული და მარტო საქსტატის ხელმძღვანელს არ ეხება, ხო, დამეთანხმებით პრეზიდენტს ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ასე შემდეგ. და ეს შემთხვევითი მექანიზმი არ არის ჩადებული, რომ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ერთი პირის ხელში არ მოხდეს ეს ძალაუფლება, ეხლა 8 წელი არ არის ცოტა და პირდაპირ მგითხრათ, ეს ინიციატივა ამ კონკრეტულ პიროვნებაზე მორგებულ ინიციატივას უფრო გავს, ვიდრე რაღაც კეთილშობილურ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდა ზოგადად პროცესების გაჯანსაღებას და არ ვიცი, ნამდვილად ვერ იქნება ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდის მხრიდან ხარდაჭერილი, ეს იმიტომ რომ პირდაპირ მიუთითებს კიდევ მეორეფ იმას, რომ ეს ინიციატივა ემსახურება აი ამ კონკრეტულად ამ ადამიანის, ვინც წარმოადგენს უკვე საქსტატს, ამდენი წლის განმავლობაში მოგეხსენება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის საქსტატის მუშაობასთან დაკავშირებით, რამდენად ხდება манипуляция ოფიციალური ინფორმაციით. და როგორც ჩანს თქვენ განზრახული გაქვთ, რომ ამ ადამიანთან, რომელიც 8 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ოცნებას, ასე მარტივად გააგრძელოს თქვენი დავალებების, პოლიტიკური დავალებების შესრულება. პროფესიონალიზმთან ამ ინიციატივას, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს. და თუ იმასაც აპირებთ, რომ სხვა არჩევითი თანამდებობის პირებიც სამ ვადაზე გადავიდნენ, მათ შორის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა არჩევითი პირები, ესეც გითხარით. შეიძლება რა. ისმენთ. ხო, ორი საკითხი. პრეზიდენტს და თქვენ როგორ ბრძანეთ მოსამართლე თუ პრემიერ-მინისტრი, რაც არის დემოკრატიული პრაქტიკა, ცოტა მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე საქსტატის ხელმძღვანელს და შესაბამისად
მაქედან გამომდინარე არის ეს პრაქტიკა. განსხვავება არის ძალაუფლებაში და გავლენაში. და რაც შეეხება თქვენ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვის ნიშნები არსებობს საქსტატის მიმართულებით, კონკრეტულად რას გულისხმობთ, იმიტომ რომ საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ, ესე ვთქვათ, მონიტორინგს. და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წამოსულა რაიმე ტიპის შეკითხვები და მაგაზე დაფუძნებით ამბობთ, თუ საიდან ორგანიზაციები უბრალოდ რასაც უგზავნის საქსტატი იქიდან გამომდინარე თავის დასკვნებს აქვეყნებენ, კი ბატონო. შენიშვნები არსებობს, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის манипуляციასთან დაკავშირებით, როგორიც არის ინფლაციის მაჩვენებელი, მაგალითად. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგაზე ვერ დაგეთახმებით, საერთაშორისო ორგანიზაციები პირველ რიგში უაღრესად დინდობას უცხადებს, როგორც საქსტატს, ასევე ეროვნულ ბანკს და არც ერთ კომპონენტში, არც ეკონომიკის ნაწილში, არც ინფლაციის ნაწილში არასოდეს კითხვის ნიშნები არ დასრულდა. მხედველობაში მაქვს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები. ამიტომ საჭიროა რომ აქ სწორად შევხედოთ პროცესებს. ერთ დაისმევოთ მათი მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან რთულია манипуляცია იმის манипуляცია, რომ არა, ესე მარტივად გასაშიფრე არის. სადაც ხდება манипуляციები, ისინი გაბედულად ამბობენ იმ ქვეყნებზე და საქართველოს ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი არის და უნდა ვაღიაროთ ის რაშიდაც წარმატებები გვაქვს, იმას ის უნდა ვაღიაროთ და კარგი იქნება, რომ ასეთი კონსტრუქციული მიდგომა გვექნებოდა. ყოველ შემთხვევაში, როცა გვინდა ცვლილებას მივესალმებით და ვამბობთ, რომ ცვლილება საჭიროა, ახალი სისხლი, ახალი კადრი და როცა გვჭირდება კონკრეტული ადამიანის შენარჩუნება, მაშინ პირიქით მისი პროფესიონალიზმით ვასაბუთებთ და ასე რომ კიდევ ვიმეორებ, აი ამ ცვლილებას დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, პროცესთან კავშირი არ აქვს ჩვენი აზრით, ჩემი აზრით და ამიტომ ვერ დაუჭერთ მხარს. მადლობა. გასაგებია, მადლობთ. სხვა კითხვები ხომ არ გვაქვს, კოლეგებო? ბატონო, თქვათ, კენჭი, ბატონ ლევან, თქვენ ხوار გინდათ რა მის დამატება? არა, მეტი არაფერი, უბრალოდ რაღაც ბრალდებებზე პასუხი ვუწევ. კოლეგებო, თქვათ, კენჭი უყაროთ აღნიშნულ ცვლილებებს. დიდი მადლობა. დღევანდელი კომიტეტის ხდომა ამით დასრულებულია. წარმატებებს გისურვებთ და წარმატებულ საგაზაფხულო სესიას გისურვებთ.